დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მიუახლოვდით ჩვენი განაცემის დასკვნით ნაწილს, რომელიც იქნება მუსიკალური და ძალიან ღიარული და ასევე საინტერესო, იმიტომ რომ წარმატებები აქვს იმ წყვილს, რომელიც ახლა შემოგვიერთდება. კი, ეს არის წყვილი, რომლებიც არიან სამეჯლისო სპორტული ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები. მე გავუღებ. და სანამ სტუმრები შემოვლენ, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენს გარეგნობაზე ზრუნავს ფრანგული სილამაზის საუნების ცელი ფრანგობა, რომელიც გვთავაზობს არაჩვეულებრივ სტილისტურ და კოსმეტოლოგიურ მომსახურებას. არ გაცადეთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. განცაცი ხელაშვილი და აკა მოდებაძე მოცეკვავეები. მოგესალმებით. გამარჯობათ. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე უკვე მაყურებელს ვუთხარი, რომ ხართ სამეჯლისო სპორტული ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები. და ვიცით, რომ ეს ჩემპიონატი გაიმართა ჩინეთში, ხომ, სექტემბერში. მოდით ამის შესახებ მოვყვებით, როგორ მიაღწიეთ ასეთ წარმატებას და შემდეგ უკვე თქვენი პირადი ისტორიაც გვაინტერესებს, როდის დაიწყეთ ცეკვა და ასე შემდეგ. ქალაქ ჩენდუში ჩატარდა ჩინეთში ქალაქ ჩენდუში წელს სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი სეკვეიში და შოუ პროგრამა ანუ ძალიან ვემზადებოდით სიმართლე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ შარშანაც მივიღეთ მონაწილეობა და შარშან ვიყავით მეცხრეები. ზუსტად ერთი წყვილი დაგვაკლდა ფინალში შესასვლელად. წელს პირველად საქართველოს ისტორიაში ქართველი წყვილი მოხვდა ფინალში. ერთადერთი ქართველი წყვილი იყავით, ხო? ერთადერთი ქართველი. ფინალში როკეცად რამდენი წყვილი გადადის? 9 წყვილი შევიდა ფინალში და ძალიან გვინდოდა რომ არ ყოფილიყავით მე-9, მე-8 და ვიბრძოდით ცოტა ზევით. საბოლოოდ მე-6 ადგილი დავიკავეთ. ვთვლი რომ ამ ეტაპისთვის ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. ვინაიდან დებიუტანტობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს. ასე ვთქვათ, ახალი წყვილი ვარ. აი, კადრებსაც ხედავთ. ეს საფინალო ცეკვაა, რაც ფინალში შეასრულეთ. ეს არის ფინალი, ცეკვა, რუმბა და სამბის ნაზავი, უკაცრავად ხმა ცოტა არა. რუმბის და სამბის ნაზავი გავაკეთეთ, რაღაც დავდგით ჩვენ თვითონ. თემა არის ქორეოგრაფია, კი ბატონო. ზაფხული ვმუშაობდით და თემა ავიღეთ 1001 არაბული ღამე. და მის გარშემო ცოტა ეს ვიფიქრეთ, რომ ლათინოამერიკული. თქვენ თვითონ გემუშავათ თვითონ სცენოგრაფიაზეც და ქორეოგრაფიაზე. ანუ ჩვენ ყავს ტრენერები, რა თქმა უნდა, არა მარტო შოუ პროგრამაში, არამედ ჩვენ ვიღებთ საქართველოს წარმოადგენს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე, კონკურსებზე, გრანდ სლემებზე, კი ბატონო და ანუ ვართ ნახევარფინალისტები, წინ და წინ გაყავს საქართველოს და აი რაც შეეხება შოუ პროგრამას, აქ უკვე იცით როგორი მომენტია, უნდა ჩადოთ თქვენი შენი სული, შენი რაღაცა შინაგანი ნიჭი, რასაც გრძნობ, რასაც მწვრთნელი გრძნობს და შენუბრალოდ ვერ შეასრულე შენია შესაბამისად უფრო კარგად ასრულებ. თუმცა რა თქმა უნდა ტექნიკურ მხარეს ჩვენ ყავს ჩვენი ტრენერი სტუანტოსი და ნოემი ტოსები, ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ. ანუ ამ ტექნიკურ მხარეს რა თქმა უნდა ისინი გვიწესრიგებენ, ასე ვთქვათ და გვერდში გვიდგანან, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ზორან პლოხ, ტატიანა ლავინოვიჩს და ჯოანა ვილკინსონს, ვისთანაც ვიღებთ ხოლმე კერძო გაკვეთილებს. ესენი რომ არა, ჩვენ ამ ხარისხის და ამ დონის მოცეკვავები ნამდვილად არ ვიქნებოდით და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. კონკრეტული ანუ შეკითხვა გვაქვს. თქვენი შემდეგი ნაბიჯები რა იქნება და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? ამ ტურნირის შემდეგ გქონდა სამომავლო გეგმები, უბრალოდ ზუსტად აი აქ კადრების დროს ახიში კუმში გაწყდა ძარღვი და დამეწყო გემატომა. ამიტომ ცოტა ხანი იყო პაუზა. სამაგიეროდ ეხლა უკვე აბსოლუტურად აღდგენილი ვარ. დასვენებულიც. არა, უფრო მუშაობდით, მაგრამ ეხლა იწყება უკვე ჩვენი ახალი განრიგი ველოდები ჩვენი მწვრთნელებისგან მითითებებს თუ სად გავამგზავრებით და უახლოეს მომავალში აუცილებლად შეგატყობინებთ უახლოეს წარმატებას. და მანამდე რა იყო საერთაშორისო რაღაცა კონკურსები, სადაც მიგიღიათ მონაწილეობა, მიგიღწევიათ წარმატებისთვის, რა იყო მანამდე ნაბიჯები? საერთოდ იცით როგორ არის, ანუ ჩვენ ვართ სპორტული წყვილი. მაგრამ გქონია ესეთი რაღაც, რომ ტელევიზიურ შოუებში მიგვიღია მონაწილეობა უკრაინაში, საქართველოში ასე შემდეგ. თუმცა ჩვენი მოწოდება, რა თქმა უნდა, სპორტი, შეჯიბრი და საქართველოს სახელის წინ გატანა. რაც არ ვიცი, მგონი ფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოებას ძალიან უხარია და გვერდში გვიდგანან, იმიტომ რომ ყველა თითოეული შემხვედრი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. რახანა აქ ვარ უკაცრავად და სულ მადლობების სერიაზე გადავედი, მაგრამ რახან ესე თქვენის საშუალებით მინდა მადლობა მოუხადო ამ საზოგადოებას, რომელიც გვხვდება ხალხი ქუჩაში თითოეული გამოვლელი და ესე გვილოცავს. ძალიან მიყვარხართ ყოლა და უღრმესი მადლობა ყოლას აი ესეთი თბილი განწყობისთვის, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენს ასე ვთქვათ სფეროში საქართველოს დაძაბული სიტუაცია რაღაცნაირად
რაღაცნაირი არ ვიცი ვერ აგიხწერთ და აი საზოგადოება ცოტა ქმნის აი ამ აურას. აი იცით როგორი მომენტია? აი ის სფეროში რომელიც იდეაში ყველაზე ლაღი უნდა იყოს. ყველაზე ლაღი და ყველაზე ლამაზი უნდა იყოს. სოფლიო ჩემპიონამდე ნიშნავს გაიაროთ ზუსტად თქვენი კითხვიდან გამომდინარე გაიაროთ რაღაც ტურები, შესარჩევები, იცეკოთ ძალიან ბევრი. ეს არის სტრესი და მართლა დაძაბულია. კონკურენცია დიდი იყო შესაძლოა. ძალიან დიდი იყო. ტოპ წყვილები ისეთებს მოუგეთ რომ დღესაც საქართველოს წარმომადგენლებს ზოგიერთს არ სჯერათ რომ ეს ჩვენი ძალებით გავაკეთეთ და რაღაც 1000 აზრი მოისაზრებოდა რომ რაღაცნაირი გზებით მივახციეთ და სულ ჩვენ ორნი ვიყავით იქ და არავინ არ ყოფდა როცა ძალიან რთულია ეს იმიტომ რომ უნდა ყოველ თვე წელში უნდა გახვიდე ახალ კონკურსზე და თვითონ ამ კონკურსზე როგორ მოხვდით? ხომ აი ასე დავაგროვეთ ჩვენი ცოდნით და გამოცდებით სოფლიო რეიტინგში ვარ გადგენთ იქ ანუ ახლა ვეკითხოთ სოფლიო რეიტინგში ვართ პირველი ქართველი წყვილი ანუ პირველ ადგილზე ქართველებს შორის ვართ ჩვენ სოფლიო რეიტინგში აქედან გამომდინარე რაღაც ქულებს ვაგროვებთ სწორედ ეს გვაინტერესებს ეს ქულები რის მიხედვით დგება როგორ ეს რეიტინგები მაღალ ადგილებზე გასვით შიდა წელიწადის განმავლობაში მხოლოდ სოფლიო ჩემპიონატზე არ დავდივართ ჩვენ დავდივართ სადღაც თვეში ერთხელ ორ თვეში ერთხელ საერთაშორისო ტურნირებზე. ჩვენ ვართ წყვილი, რომელიც გრანდ სლემზე მოხვდა მეოთხედ ფინალში. მეოთხედ ფინალებით სლემზე 150 წყვილი მეოთხედ ფინალი. პირველი ესეც საქართველოს ისტორიაში. ვოლდოფენებზე მე-15, მე-16 ადგილები. სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების შედეგად აგროვებთ ქულებს, რის მიხედვითაც შემდეგ გინდება ეს რეიტინგი. რა თქმა უნდა. და აი ამ რეიტინგში მოხვდით ზევით, ხო? ნუ რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბებით ვიძახით, თორე იქ ძალიან ბევრი ძალიან საუკეთესო წყვილები არიან, რომლებსაც მე ვთვლი ჩემზე ალბათ ორი ჩემ ხელა ადამიანები არიან და ძალიან ბევრი გამოცდილება აქვს, რომელსაც მე ვთვლი რომ ჯერჯერობით ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ვერც კი ვიოცნებებდი გავსულიყავი პირველი მეორეზე. ჩემი ოცნება იყო მოვხვედრილიყავი ფინალში და რაც შეიძლება მე ზევით მებრძოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატი იმიტომ არის ესეთი აღსანიშნავი, რომ აი ზუსტად ისრაელის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა ბორის ოდიკაძემ ძალიან მიყვარს. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ აი ესეთი სიტყვები მითხრა საქართველოს ისტორიაში მართლა პირველი შედეგი იყო და აი როგორ გითხრათ ეს იმხელა იმ ემოციებთან არის ასოცირებული იქ თვითონ როდესაც რაღაცა ხო როდესაც ისტორიაში სტიმული არის საერთოდ გავიგეთ ზუსტად გუშინ თუ გუშინ წინ რომ სპორტის ფედერაციის ისტორიულ წიგში ასე ვთქვათ შევედით როგორც პირველი ქართველი წყვილი რომელიც სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა საქართველოს სახელი და რა ვიცი ახლა იცით როგორი ემოციებია ვერ აგიხსენებთ იქ რომ აი ანუ გამოდის ისინი როგორი პირობები გაქვთ აი აქ სამუშაოთ იმისთვის რომ განვითარდეთ და გაიზარდეთ როგორც პროფესიონალი არის იგივე პირობები რაც დაუშვათ სხვა უცხოელ წყვილებს აქვთ სოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ესეთი კითხვა აი ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვისვით მაგრამ არ გვაქვს პირობები საერთოდ იმიტომ კი არა რომ რა იგულისხმება ხო, თითქოს ძალიან მარტივია რა პირობა უნდა შეიძლება გაუჩნდეს ვიღაცას კითხვა. ხო, ერთი დარბაზი და დარბაზი გვაქვს ჩვენ აღებული, არენდას ჩვენ თვითონ ვიხდით. თქვენ ორნი. დიახ, ჩვენ ორნი. დარბაზი რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან კარგი, ჩვეულებრივი, იმიტომ რომ უბრალოდ ისე ვერც კი მოხდებოდა ჩვენი ასე ვთქვათ შოუს დამუშავება. ეს უკვე პრობლემაა რომ დარბაზის თანხას თქვენ იხდით. რა თქმა უნდა და მარტო დარბაზის თანხას არა, ტრენერის თანხას. თავად ქირაობთ ადამიანს რომელიც თქვენთან მუშაობს. დიახ და თქვენ წარმოიდგინეთ ტურნირებზე ვინ იხდის, ვინ ანაზღაურებს? აბსოლუტურად ჩვენ. გზის ფული ყველაფერი ჩვენ. აი ეს ძალიან რთულია. საერთოდ სახელმწიფო სპორტის სამინისტროს, მაგრამ ბოლო წლებში რომ რაღაც მომენტში კი გვეხმარებოდნენ და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არის მომენტი, როდესაც იცით არის სპორტსმენი, ესე არ არის. აი, ზუსტად ერთი საუბრის დროს მითხრა, რომ 1-2 კონკურსი და მეტი რა გინდათ, მიხვდით, ესე არ არის სპორტსმენი. იგივე როგორც ვიკვებებით და იგივე როგორც გვჭირდება წყალი, იგივე როგორც გვჭირდება ჰაერი, ისე გვჭირდება ჩვენ სპორტსმენებს კონკურსები, ტრენერები, რომ გავიტანოთ. ეს ხომ მხოლოდ აკა და გვანცასახელი არ არის სოფლიო ჩემპიონატი, ეს არის საქართველოს სახელი. მე კიდევ მეორე, არა მარტო სახელმწიფოს, იცით, ძალიან მე პირადად რახან ესე წავიდა საუბარი, მინდა თქვა, რომ ცოტა პრობლემა მაქვს ტელევიზიებთან დაკავშირებით და ანუ ასე ვთქვათ, ჟურნალებთან დაკავშირებით. ანუ ყოველთვის იცით როგორი ყვითელი პრესა როგორ არ გვაინტერესებს, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ყოველთვის ვიღაცის ჩვენ გვაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ეთერში ჟღერდება ძალიან ბევრი ტყუილი.
კი. სამწუხაროდ. ჩემ კოლეგებსაც მიმართავ, რომ ნუ მოიტყუებით, უბრალოდ თქვით ის შედეგი, რაც გაქვთ და ჩვენთვისაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ დავდივართ, მართლა ვწვალობთ და უცებ გამოდის ვიღაც და ამბობს, რომ 12 გზის, 11 გზის რაღაც ბევრი გზის არის. ამ დროს ერთი გზის და გულახდილად ვთქვა, იმიტომ რომ მეც ხერხულში ვარ. აქ თვითონ ჟურნალისტები აპირებენ ადამიანებს, რომლებიც იტყუებიან, ხო? ესე წარმოადგენენ როგორც სპორტულად თორე. ჩვენ ახლა ვიტყვით სიმართლეს, რომ ეს ადამიანები არიან 3 მეტრის სპორტული ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები. პირველად მოხდა ეს საქართველოში და ქართული წყვილი პირველად გავიდა. და ძალიან გვიხარია, რომ ზუსტად ჩვენს ეთერში მოყვებით. ძალიან დიდი მადლობა. რაც შეგვისრულებთ, რაც ცეკვას, ბუნებრივია ცეკვის garaში არ გაგიშვებთ. კი ბატონო, ჩვენ უფრო ისიც ხიარულს და ეს პოზიტიურს ენერგიულს, როგორც გჭირდება. ჯაივი, კი, როკეროლი ასე იცნობენ. ასე რომ, რა ვიცი, ეს თქვენთვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან საყვარლები ხარ, ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა რომ რაღაცა კი და მათქვევინეთ რაღაცეები. წარმატებებს გისურვებთ კიდევ უფრო დიდს, რაც თავად. სანამ გადაინაცვლებთ თქვენ ჩვენს პატარა სცენაზე, ესე ვთქვათ, მანამდე მადლობა მინდა გადავხადო ანუკას იმისთვის, რომ 2 საათი მოძებნე შენ და თუ. როგორია ეს 2 საათი? ძალიან 2 საათი გავიდა. ძალიან მალე გავიდა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მართლა კარგი აურაა თქვენს. რაღაც ისეთები ხართ, რომ აი ხო გითხარით, გულწრფელი ვიყავი, ისეთი ვიყავი, როგორიც ვარ და არ ვიყავი დაძაბული, რაც მით უმეტეს პირდაპირ ეთერში ძალიან რთულია. რომ არ იყო დაძაბული და არ მინერვიული, იმიტომ რომ გავრემო ძალიან კარგი და მოვა ხოლმე თქვენთან, იმიტომ რომ თავის ძალიან კარგად. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ დღეს ჩვენთან ერთად გაუძახი გადაცემა. დასრულდა ეს კვირაც. დასრულდა როგორც სწრაფად. ამემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. გადაცემის დასრულებისთანავე, ჩვენი ეთერის დასრულებისთანავე თქვენ CLC-ის პროექტი საუკეთესო ტორტი გელოდებათ წინ და ცეკვას გიტოვებთ ჯაივი. ჩვენ კი ორშაბათამდე გემშვიდობებით. ენერგიულ ცეკვას იმისთვის რომ შაბათ კვირაც ასე ენერგიულად გავატაროთ. რა გეგმები მაქვს, რა გეგმები. კეთი შენთან ერთად მხოლოდ. Stuck in a rut you made for me. How am I gonna step up and see you? I get the feeling, boy, I want you. Our conversation is tough because you're totally walking around all the stuff you wanna say to me. Words are never enough. Oh baby, you turn my dance to gold. I can't speak.